ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ის ბოლო დღეებში აღმოსავლეთში მაცხოვარს გამოგზავნის. მოუხმობ აღმოსავლეთიდან მტაცებელ ფრინველს, შორი ქვეყნიდან ჩემი გადაწყვეტილების აღმსრულებელს. მე ვთქვი და მოვაწევ კიდეც ამას, დავსახე და აღვასრულებ კიდეც. მტაცებელი ფრინველი აღმოსავლეთში არის წინასწარმეტყველება იმისა, რომ მაცხოვარი გამოჩნდება როგორც ადამიანი აღმოსავლეთის ქვეყანაში და აღასრულებს ღმერთის გეგმას, გამოსყიდვის საქმეს. თუმცა ცილისმწამებლები უარყოფენ ბიბლიას და ამბობენ, რომ არწივი, რომელიც ლეშს ჭამს, არ შეიძლება ღმერთად მოიხსენიებოდეს. თუ ბიბლიას განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ ღმერთი სხვადასხვა იგავებით გვამცნობს თავის ხასიათს. ბიბლიაში მოცემული იგავები მიუთითებს რაღაცის მახასიათებლებზე, რომ ადვილად გავიგოთ. ასე რომ ირაციონალურია ცხოველისგან, რომელიც არის იგავური, ღვთისმწმინდის პოვნის მცდელობა. ბიბლია ღმერთს ადარებს ლომს ან ზოგჯერ კრავს. ზოგჯერ ვალს ან ტაძარს. თუ შეუძლებელია ღმერთის შედარება ცხოველთან, რომელიც ჭამს ლეშს, ასევე შეუძლებელია ღმერთის შედარება ვასთან ან ტაძართან, რომელიც ვერც კი მოძრაობს. ცილისმწამებლების დაჟინებული მტკიცება, ღმერთი არ უნდა შევადაროთ არწივს, რომელიც ლეშს ჭამს, სცილდება ყოველგვარ გონიერებას.